შეგახსენებთ ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთავის გამზირზე პარლამენტის წინ, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ მობილიზებული იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით პოლიცია და ისინი გარკვეული ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ აქ შეკრებილებს გზის გადაკეტვის საშუალებას. თუმცა რამდენიმე ცდილობის შემდგომ ზუსტად რამდენიმე წამების წინ პოლიციამ დატოვა ეს ტერიტორია და მოქალაქეებს დღესაც მეეცათ საშუალება რომ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი. მიმდინარეობს საპროტესტო აქცია უკვე 2 თვეზე მეტია და ეხლა ველოდებით რომ აი ის უკვე მოემართება კიდეც ასევე საზოგადოებრივ აუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების სულელობაც. უკვე ბოლო 2 დღეა რაც დიდი რაოდენობით პოლიცია მოდის რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან და ცდილობენ რომ ხელს შეუშალონ აქ შეკრებილებს გადაკეტონ რუსთაველის გამზირი. თუმცა როგორც გუშინ დღესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მათი რაოდენობიდან გამომდინარე შეძლეს რომ ისევ რაც მოეთხოვათ რომ რამდენჯერმე და მოეთხოვათ რომ მათ ჰქონდათ უკვე ამისი უფლება რომ გადაეკეტათ გამზირი, რადგან მოდიან კიდევ მოქალაქეები და ტროტუარზე ვეღარ ეტეოდნენ და რაღაც თავიდან ცოტა გარკვეული პატარა დაძაბულობის შემდეგ როცა პოლიცია ცდილობდა რომ შეეკავებინა ისინი და არ გადაეშვა გზის სავალ ნაწილზე მაინც საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა მოახერხეს რომ გადაეკეტათ ისევ და აი საპროტესტო აქცია დღეს გრძელდება ჩვეულ რიტმში როგორც უკვე არის უწყვეტად 28 ნოემბრის შემდეგ. მოქალაქეთა პოლიციამ დაუწყო თავიდან შემდეგ რამდენიმე წუთში პოლიციამ თავადველისა ნებართვა მოქალაქეებს რომ გადაეტოვებინათ მანქანები თავადან მიაწილეს და შეგახსენებთ რომ რუსთაველის გამზირზე უკვე 2 თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 28 ნოემბრის შემდეგ ყოველ საღამოს აქ იკეტება გამზირი გამოდიან მოქალაქეები და ისინი მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ეს ბოლო 2 დღე იყო რაც ცოტა დაძაბულობა როცა ნახეთ რომ მოგროვდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები და რომლებიც ცდილობდნენ რომ ჩაეყენებინათ კონდეს ფართო კორდონი როცა საშუალება არ მიეცათ გზა გადაეკეტათ თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირის საპროტესტო აქციის გამო ისევ გადაიკეტა. აქციები გრძელდება უწყვეტ რეჟიმში და მასთან ერთად გაანონსებულია 3 დიდი აქცია 18 თებერვალს, 25 თებერვალს და 7 მარტს საპროტესტო აქციებიდან უკვე 100 დღის თავზე. ამასთან ერთად გრძელდება სასამართლო პროცესები აქციების დროს ადმინისტრაციული წესით შედგენილი ოქმების თუ სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ. ხვალ მაგალითად ქუთაისის სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციული სახელების დადებას აქციის მონაწილეებისადმი, რომლებიც შეიკრიბნენ მოსამართლის სახლთან, რომელმაც
არ მიიღო სააპელაციო სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზიამაღლობელის ადვოკატების გასაჩივრებული სარჩელი, თუმცა უბრალოდ მის სახლთან აქციის გამართვის გამო, მოსამართის სახლთან აქციის გამართვის გამო მოქალაქეებს დაორდათ მოელით ან ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობაც. და აქციები გრძელდება, მაგათ რუსთაველის ხამზირზე აქციები გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყოველდღიურად, საიდანაც უკვე ესე ტრადიციულად ყოველდღიურად მოდის ხოლმე საპროტესტო მარში და უერთდება პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს. პუბლიკა რჩება აქ რუსთაველის ხამზირზე პარლამენტის წინ და სიტუაციის შესაბამისად მოვლენების განახლების შემთხვევაში ლაივ ჩართვით დაგიბრუნდებით.